2005 წლიდან დავიწყე პატარა ტბორით და აქ იყო გაუვალი ტყე და ჭაობი. ნელ-ნელა ყოველწლიურად იხვეწებოდა, ვითარდებოდა და 2013 წლიდან უკვე აქტიურ ფაზაში ჩაება თევზის განვითარება რა. მაშინ აქ ეხლა ტურისტებიც არ მოდიან, უცხოელებიც რა თქმა უნდა. მაშინ ეს აზრათაც არ იყო ფიქრა თუ ამ დონეზე ეს ადგილი დადგებოდა და დაიხვეწებოდა. პირველ რიგში თავარი აქცენტი აქ თევზი არის გაკეთებული. გამომდინარე სუფთა ცივი წყლიდან გემონრუთისებებს იღებს კარგს რა თქმა უნდა თევზი, კალმახი, რა თქმა უნდა კალმახია საუბარი. და კალმახში ხდება რა თქმა უნდა გამოკვება, კვება, რომელიც ძალზე ძვირიშდება, შემოაქვთ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. და არ ვიცით შიგნი რა დევს და როგორი არის. ფინანსები ცოტა ძნელად მოსაპოვებელია, მით უმეტეს ჩვენ ლეჩხუმი არ არის ისეთი მდიდარი კუთხე, უფრო სწორად მაშინ არ იყო ისეთი მდიდარი კუთხე, მაშინ საერთოდ ქვეყანაც ღარიბი იყო დღევანდელ განსხვავებით. მარტო მეცხოველეობა და მარტო გეონახეობა, მეტი არაფერი არ იყო. აქ ჩვენთან ლეჩხუმში მეთევზეობა მაშინ განვითარებულია, საერთოდ არ იყო, არცად პირველი მე დავიწყე. што შეგვემცირებია ხარჯები, გაგვეზარდა კიდევ ხარისხი თევზის, დავიწყე ფიქრი და როგორ არის, არ შეიძლება რომ მოვიზიდოთ ევროკავშირის დახმარებით ჩვენ ქვეყანაში ბევრი პროექტები განხორციელდა, როგორც გავიგე. ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია გრეტა შემოვიდა ჩვენს კუთხეში, ლეჩხუმში. გავიგე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ეს მაგათი შემოსულა და ეს არის მაგათ ჩატარებული ღონისძიებას, გაგვასწრნენ თავისი სფეროები. მივიღე მონაწილეობა და ძალიან კარგი ხალხი გამოდგა იქ ვიც ამ სფეროში მოღვაწეობდა. ძალიან კარგი ადამიანი, სწორად შეხედენ სიტუაციას, სწორად გაანალიზენ. მოვიდნენ, შეხედენ და ნამდვილად ჭირდება რომ აქ იყოს თევზის საწარმოს სრული ხაზი. გულისხმობს თევზის საკვების დასამზადებელ ქარხანას, სადაც შედის დაწყებული ინგრედიენტებიდან, მოცულობიდან გამოდის საპროდუქცია. დიდი ცოტა წვალების შემდეგ, ასეც მარტივად არაფერი არ არის. ბოლო-ბოლო მივაკულიეთ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, კერძოდ იტალიიდან, კერძოდ თურქეთიდან. იტალიას ერთ-ერთი საკვები აქვს კრეტინგი არის, აი მაგი გავშიფრეთ, მაგარას უშვებიან. ღევანდელ მონაცემებით ეს ყველაფერი, რაც კი ინგრედიენტებია დაწყებული თევზის ქფილიდან და დანარჩენი შროტები არის გარკვეული, ყველაფერი საქართველოში მოიპოვება. კი არის გარკვეული სიძვირეებს, მაგრამ ხართა რიცხვას შემოტანის საკვებისგან განსხვავებით გარკვეულწილად აგდებს. ფასი გარდა ყველაზე მეტი აუცილებლობა შენ იცი რას აკეთებ, რას უშვები, რა ხდება. ბევრჯერ მიმიღია ისეთი საკვები, რომელიც უკვე დაობებული იყო, დაფორებული იყო, თევზისთვის უწყენია, თევზი დაუხოცი, არა მარტო მე, ბევრთან, მაგრამ ამისთვის მოსთხოვ, ვის მოთხოვ? ვერავის ვერ თხოვ. გინდა იყიდე, შემომტანი ვარ, ესეთი თემა იყო. დღეს მე როცა საკვებს ვამზადებ, საკვებით დავიწყე თევზის გამოკვება, თევზის სიკვდილიანობა 0 არის. და გემონრუთისებები კიდევ სამჯერ მეტად აღემატება წინანდელს. ჯერჯერობით კიდევ არ ვარ დასრულების ფაზაში, მიმდინარეობს შემოდგომიდან უკვე დავიწყებთ რეალიზაციას ქართულ ბაზარზე. ჯერჯერობით ჩვენ ბაზარს ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ მე მჯერავს რომ დაახლოებით 1 წელში უკვე სრულად ჩანაცვლდება შემოტანილი საკვებიდან ეს ჩვენი ადგილებზე დამზადებული საკვები. პირველი რისთვისაც კიდე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ თანამშრომლებს და ვისაც სწორად გაიგე ეს ამბავი და ევროკავშირის დიდი წვლილია, რა თქმა უნდა, იმ დანადგარების სრული ხაზი ევროკავშირის დახმარებით შევიძინეთ, რა თქმა უნდა. უდიდესი წვლილი არის, უდიდესი. არა მარტო დანადგარები. აქ იყო ბევრჯერ რომ რეკლამაც გავუკეთოთ და ხვალდაზე გავხსნათ ის ბაზარი, ჩვენი საქართველოს მოამარაგებთ. ჩვენ გავიტანოთ იმ ქვეყნებში, სადაც შემოვაქვთ, სადაც ვერ შეაქვთ და ჩვენ შევავსოთ ჩვენი მარაგით. ეს პატარა წვლილი ჩემიც იქნება და კიდევ მიმეორება არის კომპანიები, რომელიც უკვე დაინტერესებული ამ საკითხით. ეს უდიდესი წვლილია ევროკავშირის პირველი და მთავარი.